ქართული ოცნების კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამჯერად ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ეხება, შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ინიციატივას დადებითად აფასებს ოპოზიციის ნაწილი, პარტია გირჩი კი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ისედაც უმკაცრესი ნარკოპოლიტიკაა და მისი კიდევ უფრო გამკაცრება ფაქტობრივად შეუძლებელია. პარლამენტში უკვე წარდგენილია 8 სხვადასხვა კანონში განსახორციელებელი ცვლილება, რომლებიც ნარკოტიკებთან, მათ შორის მცირე კანაბთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონებში. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელი მაქსიმალურად მკაცრდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არათუ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. განისაზღვრება ნარკომოვაჭრეებისა და ნარკომოვაჭრეობის ცნება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კი 5 წლამდე ვადით შეეზღუდება სატრანსპორტო საშუალების მართვის, საჯარო სამსახურში საქმიანობის და იარაღის დამზადება შეძენა, შენახვისა და ტარების უფლება. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები ქართული ოცნების და ხალხის ძალის დეპუტატები არიან. ნარკოპოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით არის რეპრესიული, აქედან გამომდინარე ეს აწყობს ოცნების რეჟიმს, იმიტომ რომ ისინი წინასაარჩევნოდ ამ მიმართულებას იყენებენ სასარგებლოდ თავისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია გამკაცრებასთან ერთად არ დავივიწყოთ რეაბილიტაციის კომპონენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. გიორგი გახარიას პრემიერობის დროს 2021 წლის სამთავრობო გეგმაში ნარკოპოლიტიკის მიმართულება ძალიან კარგად იყო გაწერილი. ჩვენი ნარკოპოლიტიკა იმდენად კაცრია, რომ ის გამკაცრება უბრალოდ შეუძლებელია. ფაქტობრივად იმ დანაშაულებზე, რაც პატრონო დინარაძემ თქვა, უკვე სამუდამო პატიმრობამდეც კი არის სანქციები შემოღებული. ანუ რეალურად დარჩა მხოლოდ ის, რომ სანამ ადამიანს ციხეში გაუშვებ, ხელფეხები დააჭრა და ისე გაუშვათ, თუ შეიძლება ჩასვა 8-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა მიუსაჯო და მერე ეს იცლება 12 წლის სასჯელით, არაფერი არ შეიძლება. უბრალოდ ეს არის უცოდინო რამ მორჩილზე მის ემოციებზე თამაში. ცხადია, რომ ნარკომოვაჭრეების მიმართ სანქციების გამკაცრება არის საჭირო, კარგი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია სანქციების გამკაცრებასთან ერთად უფრო ეფექტური პოლიტიკა ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ, რომ ისინი თავისუფლად დათარეშობდნენ და არ წამლებდნენ ჩვენ საზოგადოებას. ამიტომ არა მხოლოდ გამკაცრებაა საჭირო, არამედ ეფექტური ბრძოლა არის ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ საჭირო და ნარკომოვაჭრეების აღკვეთა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ახალგაზრდა თაობა. ჩვენ არა ვართ ჩინეთის მოსახლეობის ერი, რომელიც საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს ჩაატარებს. და მაგალითად ვიტყვით, რომ არაფერი დიდი უბედურება არ იქნება, თუ ქვეყნის მოსახლეობის 30% დაიწყებს ან 40% დაიწყებს ნარკოტიკების თავისუფალ მოხმარებას. იმდენად მცირე რიცხოვანი ერი ვართ, რომ ასეთი ექსპერიმენტი დამთავრდება ჩვენი გაქვებით. ამიტომ უნდა მივიღოთ საგანგებო ზომები. ამიტომ უნდა ვიფიქროთ ჩვენ როგორ ამოვხილოთ ყველა ის გზა, რომელმაც შეიძლება კატასტროფამდე მიიყვანოს ჩვენი მომავალი და ჩვენი ასე იგი ჩვენი ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა, ჩვენი მოსახლეობის მომავალი. ამიტომაც ვკაცრდება ეს ქართულ ოცნებაში ისევ საუბრობენ ეგრეთ წოდებულ Deep State-ის გავლენებზე. მამუკა დინარაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით არათუ Deep State-ის დამარცხების, არამედ მისი დასუსტების ნიშნების კი არ იკვეთება. უმრავლესობის ლიდერი აქცენტს აკეთებს სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, რადგან სწორედ ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ ამბოქმედა წინა კვირაში ახალი სასანქციო პაკეტი ქართული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას ხელისუფლების შეცვლის მიზნით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად განიხილავს და სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებას თუ ბოლოდროინდელ კაცრ გზავნილებს Deep State-ის გავლენით ხსნის. დინარაძის განმარტებით შტატების პოზიციით გამოჩნდება, მოხერხდება თუ არა ამერიკაში
Deep State-ის დამარცხება. ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამერიკის სამართლიანი პოზიცია ექნება, განსაკუთრებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში, სადაც მმართველი გუნდის პოზიციას ანტიდასალურ რიტორიკად აფასებენ. ოპონენტების პოზიცია სახელისუფლებო გუნდში არ უკვირთ, რადგან მმართველი გუნდის ლიდერების შეფასებით ოპოზიციაც გარე ძალების დავალებებს ასრულებს. Deep State-ის კლასიკური მაგალითი არის დღევანდელი ჩვენი ქვეყანა, როდესაც ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც არის ჭრილში და ინსტიტუციებს დაკარგულებს საკუთარი ფუნქცია. აი ეს არის კლასიკური მაგალითი. ამიტომ ეს რაღაც ახალი პროპაგანდისტული ხრიკი ქართული ოცნების მხრიდან, როგორ ადამიანებს გონება აურია, გამიზნულია იმისკენ, რომ ეხლა ნაცვლად რაღაც გლობალური ომის პარტიისგან, რომელიც მართლაც არსებობს, თუმცა ის არის მოსკოვში და არა სხვაგან, ეხლა ისაუბრონ Deep State-ზე, რომელიც რეალურად არის საქართველოში თავისი არსით. გამოგონილია Deep State-ი ცხადია, როდესაც ქართული ოცნებას მაშოლის რგოლი არ აქვს, ყველაფერს აწერს Deep State და ეს არის მათი ეგრეთ წოდებული ბრენდი, რომელიც მათ შემოიტანეს. ესეც დაკოპირებულია რუსეთისგან, პირველად 90-იან წლებში გამოიყენა დაშლილმა საბჭოთა კავშირმა და უკვე რეინკარნირებულმა რუსეთმა, რომ Deep State-მა დაშალა საბჭოთა კავშირი. აქაც რუსული კალკია. ალბათ საქართველო იყო სწორედ პირველი ქვეყანა, რომელმაც აქტიურად დაიწყო ბრძოლა Deep State-ის იმ ნეგატიური გავლენების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც მოქმედებდა ამ წლების მანძილზე და რომელსაც სურდა, რომ სიტუაცია აერია ამ ქვეყანაში. შესაბამისად, საქართველო იქნება ასევე პირველი ქვეყანა, ვის შემთხვევაშიც დავინახავთ Deep State-ის გავლენების შესუსტებას. გულშემატკივრობთ იმ ბრძოლას, რომელიც ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან წარმოებს Deep State-ის დასამარცხებლად და რა თქმა უნდა იმედი გვაქვს, რომ ამ სამართლიან ბრძოლაში გაიმარჯვებს ხალხის არჩეული დემოკრატიები და ის ადამიანები, ვინც ყველა გზით ებრძვიან ამ ფარულ და ჭრილოვან პოლიტიკურ გავლენებს. რას აპირებს ოპოზიცია და როგორია მათი სამოქმედო გეგმა, შეიქმნება თუ არა საერთო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი ამ დროისთვის უცნობია. როგორც თავად პოლიტიკოსები აცხადებენ, ეს საკითხი განხილვისაგანია. ამასთან გრძელდება ოპოზიციისა და სალომე ზურავიშვილის შეხვედრები. გუშინდელ საკოორდინაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროტესტის ფორმებსა და ახალი არჩევნების მიღწევის გზებს. ოპოზიცია სამომავლო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობასა და კოორდინაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, ამასთან ერთად ისმის კონკრეტული მოწოდებებიც. მაგალითად, ზურაბ გილჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ საჭიროა სექტორული ეკონომიკური სანქციები, ისევე განმარტებით უნდა შეჩერდეს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ასევე კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი კონკრეტული პირობისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის უცხო ქვეყანებში მიმოსვლის შესაძლებლობის შეზღუდვაზე საუბრობს. აღნიშნოს პოლიტიკურ სპექტრში განსახილველი შეფასებები უკვე მოყვა. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედებები უცხოეთიდან არის ნაკარნახევი, ქართული ოცნების წევრების განცხადებით ოპონენტების შანსები ნულის ტოლია. ზურას პოსტზე რის თქმა შემიძლია არის ის, რომ მთავარი პათოსი ამ პოსტის იყო ის, რომ ერთობა მნიშვნელოვანი, ჩვენ სტრატეგიულად ერთობლივად მივყვებით იმ გზას, თუ როგორ უნდა მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. ახალ არჩევნები არის ყველა პარტიისთვის, პროდასავლური პარტიისთვის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს არის ხალხის მოთხოვნა და პოლიტპარტნიორების გათავისუფლება ცხადია. ბერკეტები რაც გვაქვს ამ მიმართულებით არის პროტესტი და სანქციები. პლატფორმის შექმნის აუცილებლობაზე საუბარი იმისათვის, რომ ჩვენ გქონდეს შეჯერებული პოზიცია ამა თუ მოვლენაზე, რომელიც ქვეყანაში ხდება და შევიმუშაოთ ერთობლივი გეგმა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, იმისათვის რომ გამოირიცხოს ის მსგავსება, რაც ჩვენ ვნახავთ 26 ოქტომბერს, ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ ამ ერთობლივი პლატფორმა უნდა იმუშაოს თვითონ არჩევნებამდე მისვლის ნაბიჯებზეც, ხო? და ეს გაგრძელდება ეს მცდელობა. ვაგრძელებთ კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, ვართ ზეპარტიულ საკითხებთან დაკავშირებით თანხმედრაში და ეს ზეპარტიული საკითხები არის ჩვენი ევროპული მომავალი, პირველ რიგში სინდისის პატიმრების მდგომარეობა და მათი გათავისუფლება და რა თქმა უნდა, ხელახალი არჩევნების საკითხი. სხვა მიმართულებით ჩვენი პარტია სხვა და თავის კონკრეტულ გეგმას მიყვება, თუმცა ამ სამ საკითხზე, რომელზეც ჩვენ თანხმდებით, რა თქმა უნდა, არის ერთიანი პოზიცია. არაფერის არ გამოვა იმ საქმიდან, სადაც რომელშიც ქალბატონი სალომეების მონაწილეობას. ჩვენ უკვე წლებია მოგვეტებით
მის აქტივობას და მე არ მახსენდება არც ერთი მის ინიციატივა, რომელიც რაიმე შედეგით დასრულდა. ხელი ეს რაღაც გაერთიანება სამუშაოების ირგვლივ უბრალოდ მათი ენერგიის დახარჯვას ემსახურება და არაფერში არის ქართულოსთან ბრძოლასთან ზურა ჯაფარიძემ დაკარგა ადეკვატურობა, როდესაც ჩვენი პარტიიდან წავიდოთ. იმის შემდეგ ეს პრობლემა მხოლოდ ზვიადდება და უფრო სერიოზულ ფორმებს იღებს, იმიტომ რომ ბოლო მისი შეფასებები არ შეიძლება სერიოზულად შეფასდეს. მოუწოდებს ევროკავშირს რომ მისი საკუთარი ქვეყნის საქართველოს წინააღმდეგ გადადგას ნაბიჯები ისე რომ შექმნილმა პრობლემებმა გრევამ, ეკონომიკურმა გრევამ და შეიძლება ფიზიკურმა გრევამაც განაპირობოს ხელისუფლების შეცვლის წინაპირობა. კლავს მიზურაბიშვილი ესახებათ ლიდერად მათ შორის არა მარტო პარიზში, არამედ ბრიუსელშიც. ამას მხოლოდ ერთადერთი ნიშანი აქვს, რომ სალომ მიზურაბიშვილს იმ თანაშაულებებში პირადი მონაწილეობა არ აქვს მიღებული, მაგრამ ავიწყდება ყველას, რომ ვისაც თანაშაულებებში მონაწილეობა აქვს მიღებული, სალომ მიზურაბიშვილი სწორედ მათთან დგას. ლიდერი როგორც წესი თვითონ უნდა გამოიკვეთოს, ხო, რომ ყველა პოლიტიკურ მოძრაობაში თუ ეს შიგნით ხდება ქვეყნის, თუ ეს შიგნით იხარშება ყველაფერი, მაშინ თვითონ გამოიკვეთება ყველაზე ძლიერი წამოიწევს. აქ ასე არ არის. უბრალოდ დაუნიშნეს ეს ლიდერად თქო სალომე ზურაბიშვილი, იმიტომ კი არა, კაი ცხოვრებიდან გამომდინარე კი არა, მეტი არ ყავთ არავინ და ყველას თავის წარმოუდგენია რაღაცა ლიდერად, მაგრამ არ ნიშნავენ, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი ხო ვერ ერევა საქმეს და ვერც ხო ვერ ერევა. ანუ უბრალოდ მე ვიმაკიდებაც რომ თქვათ ვინმეს ეს აზრად თავში მოვიდა თუნდაც deep state-ში რომ ასეთი გაქანების ადამიანი ჩაეყენებინა თუნდაც რევოლუციური სიტუაციისთვის სათავეში. საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მონაწილეობით ქალაქ ბუდაპეშტში მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალის პლენარული სხდომა გაიმართა. განიხილეს მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. მინისტერიალის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთი შეუერთდება. ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის პროექტის განხორციელება, რომელიც გულისხმობს განახლებადი ენერგიის წყაროები და ელექტროენერგიის მიწოდებას ევროკავშირში. ჩვენ უკვე შევქმნით ერთობლივი საწარმო, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის და აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის გადამცემი ოპერატორების მიერ. ამ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროექტს დაემატოს ბულგარეთი, ხოლო უფრო მასშტაბური თანამშრომლობა, რომელიც გვექნება ევროკავშირის და ჩვენი მეზობელ ქვეყნებთან, ვფიქრობ, რომ ასევე საინტერესო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოსთვის, რადგან ის ჭარბი ელექტროენერგია, რომელიც შეიძლება გენერირდებოდეს ზოგადად სამხრეთ კავკასიაში ან შუა აზიაში, შეიძლება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გამოყენებით მოხდეს ევროკავშირში. საქართველოს ზოგადად ელექტროენერგიის წარმოების თავისი დიდი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ როგორც სხვა ენერგოპროექტებში საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი, სატრანზიტო როლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვისაც. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ მინისტერიალზე. ერთ-ერთი იყო მათ შორის ოპტიკურ მოჭკოვანი კაბელის პროექტის განხორციელება, ძალოვან კაბელის პროექტთან ერთად და კომპანიებმა, მათ შორის მინისტრებმა იმსჯელეს აღნიშნულად დაკავშირებით და ის იქნება სამომავლოდ პროექტის ნაწილი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის ორხრივი შეხვედრები რუმინულ მხარესთან, რათა შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელების ნაწილში გვემსჯელა შავი ზღვის ფსკერის კვლევის დაწყებაზე, რისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული ნებართვები, რომელიც უნდა ავიღოთ როგორც რუმინული მხარისგან, ისევე ქართული მხარისგან. მამუკა მდინარაძის ამ განცხადებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია მდინარაძეს არასერიოზულს უწოდებს. პოლიტიკური შეფასებები. ჯერეთ მდინარაძის განცხადებას და მეორე ასეთი შინაარსის უტვინოობის გამოვლენას ჩემი შეფასება უნებრივი არ იქნება. ეს არის ის, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად ირაციონალური პროპაგანდა, რომელსაც ცდილობენ საქართველოს მოქალაქეებს თავს მოახვიონ, რომ ყველა მათგან და ყველა ვინც ივანიშვილის ესე ვთქვათ საპირწონე ნაბიჯს, ივანიშვილის საწინააღმდეგო ნაბიჯს, მისი ანტიდემოკრატიული ქმედებების საწინააღმდეგო ნაბიჯს გადადგავს.
იქნება ეს სახელმწიფო, იქნება ეს კონტინენტი, თუ იქნება ეს პერსონა, ინდივიდი, ყველას ეძახიან Deep State და ქვეყნის მოწინააღმდეგე, ჩვენი ქვეყნის მოწინააღმდეგე. ხელისუფლება არის გაკოტრებული და ისინი არიან რევიზიებაში, მათ ჭირდება პრისხატი და სხვადასხვა დროს ეს პრისხატი არის სხვადასხვა რამე და სხვადასხვა ვინმე. მეტი არაფერი, უბრალოდ ისინი ვერ ლაპარაკობენ იმაზე, როგორ შეიქმნება სამუშაო ადგილები, როგორ გამოსწორდება ჩვენი ეკონომიკა, როგორ გამოვა საქართველოს იზოლაციიდან და განათლებული ყურადღება გადააქვთ თვითონ ჭალებში, სკანდალებზე, თანაშაულებებზე ჭალებში და მტრების ძიებას. ხედავთ ჩვენ უკვე ასე ვთქვათ დივერსიფიცირებულ თავდასხმას ქართულ ხალხზე, საქართველოს ხელისუფლებაზე, სულეთ და მთლიანად საქართველოში. ხედავთ ჩვენ რომ მათ შორის ეს ვიზიტები რაც იყო ბოლო პერიოდში ტური რაც მოუწყვეს მათ მარიონეტებს იმისთვის რომ მიიღონ მისცენ მათ შესაბამისი ინსტრუქცია და დავალებები, ასე რომ ეს არის ჩვენთვის ტესტი საბოლოო ჯამში. ვინაიდან როცა საუბარი იყო Deep State-ზე და მის დამარცხებაზე, აქ ჩვენი წარმოდგენა არის ასეთი, რომ უნდა ამოიძირკოს საერთოდ სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციის ქსელები და არა მოხდეს მათი რებრენდინგი და ის რასაც ადრე ერქვა USAID, ახლა დაერქვას ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც ისაც არსებობდა მან უფრო აქტიურად თანამშრომლობს თუ რაღაც ესტონეთის დახმარების ორგანიზაცია და ასე შემდეგ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპოშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნებთან დაკავშირებით სრულად დამოკიდებულნი არიან ინსტრუქციებზე, რომელსაც როგორც მარიონეტები გარედან იღებენ. როგორც პაპოშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა, საბოლოო ყველა იღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყავილაშვილი დანიშნავს. მარიონეტული ოპოზიციას, რომელიც ხედავთ, რომ სულად გარედან იმართება, ამ დღეებში დაკვირდებოდით, რომ შემოიარეს რამდენიმე დედაქალაქი, მიიღეს ინსტრუქციები და არც ნაწილი ჩამოვიდა, ნაწილი ალბათ ჯერ კიდევ იქ არის და ხედავთ უკვე მათ განცხადებებს, როგორ უნდა გამოუთხარო ძირი საქართველოს ეკონომიკას, როგორ უნდა დაორგანიზონ ტერორი და ასე შემდეგ, გულისხმობ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, ჩვეულებრივი ინსტრუქციები და მისი შესრულება. ამიტომ არჩევნებსაც შეეხება, რა თქმა უნდა, აქაც სრულად დამოკიდებული არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები. თუმცა მე ამასთანავ ვთქვი, რომ საბოლოო ჯამში მათი ასე ვთქვათ პოლიტიკურ განცხადებებს ხა დიდი ფასი არ აქვს ხოლმე და დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყავილაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, მიიღებს მონაწილეობას იმ ცესკოს შემადგენლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია, მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყავილაშვილი დანიშნა. ვფიქრობ, ბევრ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ლაკმუსის ქაღალდი გამოდგება ხოლმე და ხედავთ ჩვენ ახლაც, რომ მიდის გადაჯგუფება, ადრე რაც კეთდებოდა USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხელით, რომელიც თავად ახალმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატების ამხილა თაღლითობასა და სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის ორგანიზებაში, ახლა ეს მცდელობები და თქვათ ეს ქმედებები უკვე გადანაწილებული არის ან ბრიუსელიდან პირდაპირ დაფინანსებული ორგანიზაციებით, ან ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქზე და ხედავთ ჩვენ უკვე ასე ვთქვათ დივერსიფიცირებულ თავდასხმას ქართულ ხალხზე, საქართველოს ხელისუფლებაზე, სულეთ და მთლიანად საქართველოში. ხედავთ ჩვენ რომ მათ შორის ეს ვიზიტები რაც იყო ბოლო პერიოდში ტური რაც მოუწყვეს მათ მარიონეტებს იმისთვის რომ მიიღონ მისცენ მათ შესაბამისი ინსტრუქცია და დავალებები, ასე რომ ეს არის ჩვენთვის ტესტი საბოლოო ჯამში. ვინაიდან როცა საუბარი იყო Deep State-ზე და მის დამარცხებაზე, აქ ჩვენი წარმოდგენა არის ასეთი, რომ უნდა ამოიძირკოს საერთოდ სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციის ქსელები და არა მოხდეს მათი რებრენდინგი და რასაც ადრე ერქვა USAID, ახლა დაერქვას ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც ისაც არსებობდა მან უფრო აქტიურად თანამშრომლობს თუ რაღაც ესტონეთის დახმარების ორგანიზაცია და ასე შემდეგ. რასაც ჩვენ ეს პერიოდი ვაკვირდებით, მათ შორის ხედავთ ჩვენ რომ ორგანიზაციები ხდება პირდაპირ
გადადიან სხვა ქვეყნების კონტროლის ქვეშ. ნახეთ რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც რაც ესე ვიცით ღიად რომ არის ასე ვთქვათ გადაესტონებდნენ, მათ შორის რამდენიმე NGO და ხედავთ ჩვეულებრივად ასე ვთქვათ გადანაწილებას იმ რესურსებისა, რომელიც აქამდე USAID-ის, NED-ის და სხვა ასეთი ორგანიზაციების ხაზით იხარჯებოდა საქართველოში, ახლა სხვა ხაზით რომ შემოვიდეს საქართველოში, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ მიზანი რა არის, ხომ ხედავთ საბოლოო ჯამში უკვე ყველაფერს გაეცა პასუხი. რასაც ჩვენ ვამბობდით, ყველაფერი დადასტურდა აბსოლუტურად. ჩვენ ვამბობდით, რომ უცხოური დონორების ფულის ნაწილი გამოიყენებოდა საქართველოს დესტაბილიზაციისთვის, აქ რადიკალიზმის, ექსტრემიზმის, წახალისებისთვის, პროპაგანდის საწარმოებლად. ვასახელებდით პირდაპირ USAID-ის, NED-ს, სხვა ორგანიზაციებს დადასტურდა ამერიკის ხელისუფლებისვე აღიარებით, რომ დესტაბილიზაციისთვის და პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა ეს ორგანიზაციები. ჩვენ ვამბობდით, რომ იყო მცდელობები საქართველოს ჩაეთრიათ ომში და პირდაპირ არ საუბრობდით იმ ფაქტებზე და იმ მცდელობებზე, რომელიც იყო, თუმცა ამაზე მიუთითებდით. ამას უტიფრად უარყოფდა ზოგიერთი სახელმწიფო ლიდერი თუ პოლიტიკური ჯგუფი და დადასტურდა დღეს ეს ყველაფერი რა და როგორ ხდებოდა, ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენს ეს ომი იყო სინამდვილეში ომი, რომელიც პროქსი ომით შეიძლება მოიხსენიოთ, სადაც გამოიყენეს უკრაინელი ხალხი როგორც საკუთარი უსაფრთხოების მიზნების განსახორციელებლად სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებმა. დღეს ეს აღიარა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რომ ეს არის პროქსი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის. პროქსი ომი მოგეხსენებათ არის ომი მარიონეტის ხელით წარმოებული. აი ასეთი მარიონეტობა უნდათ ჩვენი ზოგიერთებს საზღვარგარეთ, ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს თუ პოლიტიკურ ლიდერს. ამიტომ ბრაზდებოდნენ ყოველ ჯერზე, ამიტომ არის ეს რაღაც გაუგებარი ვიზის ქვეყანაში შესვლის აკრძალვები და ასე შემდეგ, რაც აბსურდში გადავიდა, იმიტომ რომ გაბრაზებულები არიან, როგორ თუ თავი არ დაუქმნით ყველაფერზე, როგორ თუ არ შევასრულეთ მარიონეტების როლი და ამიტომაც უნდათ რომ შეცვალონ ხელისუფლება საქართველოში და ხედავთ როგორ უნდა თუ გამოზარდონ მათთვის სასურველი მარიონეტები, დაატარებენ საკუთარი ხარჯით სხვადასხვა ქვეყნებში, ტურებში და კიდევ ერთხელ ხაზგაუსვათ, ჩვენ ვნახეთ ოპოზიცია და NGO-ების ერთობლივი ტური, რომელიც ახლა ქონდათ ბალტიის ქვეყნებში, სკანდინავიის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში იყვნენ, კიდევ ერთხელ ვისი ფულით იყვნენ ამ ქვეყნებში. დაასახელეთ, თქვენ აჩვენო საზოგადოებას ქვითრები და გადარიცხვები, ვინ იყიდა ბილეთი, ვინ იყიდა, ვინ განათავსა ისინი სასტუმროში, ვისი ფულით დადიან ქართველი პოლიტიკოსები. აი ვისი ფულითაც დადიან, იმათი მარიონეტები არიან. ამიტომ აი გვაჩვენო, ვისი ფულით არიან წასულები და გაეცემა კითხვას პასუხი პირდაპირ, ვისი მარიონეტები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები და NGO-ები.